ისრაელმა ღაზის სექტორის მოსახლეობას არაერთხელ მოუწოდა ევაკუაციისკენ. პალესტინელები ტოვებენ ქალაქ ღაზას და სამხრეთისკენ მიემართებიან. რაჩიდის სანაპირო გზა გადატვირთულია. აქ უამრავი ოჯახია, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთხელ გაურბიან. მარჯვენა მხარეს ხმელთაშუა ზღვა, მარცხნივ კი ნანგრევები. რას ვგრძნობ, თითქოს უნდა გავსკდე, მინდა ვიტირო. სიკვდილი მოწყალება იქნებოდა ჩემთვის. უკეთესი იქნებოდა უბრალოდ ჩრდილოეთში რომ დავხოცილიყავით. პალესტინელების უმეტესობა ბავშვებით ხელში ფეხით გადაადგილდებოდა, მათთან ჰქონდათ ის ნივთები, რომლებიც შემორჩათ. სხვები კი ურიკებს მიაგორებდნენ ან სხვადასხვა ინვენტარით დატვირთულ სატვირთოებსა და ავტომობილებზე იყვნენ შემომსხდარი. ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ალ-შატი, ალ-ნასრი, ბირ ალ-ნაჯა, ალ-მუასკარი, ჯაბალია, ყველა ეს ადგილი იბომბება. უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. სამშაბათს ისრაელმა ქალაქ ღაზაში მასშტაბური სახმელეთო შეტევა დაიწყო, რითაც ჰამასთან თითქმის 2 წლიანი ომი კიდევ უფრო მეტად გაამწვავა. ისრაელის სამხედრო ძალების შეფასებით ქალაქში ჯერ კიდევ რჩება ჰამასის 2000-დან 3000-მდე მებრძოლი და მათი მიწისქვეშა ქსელები. ტრაგედიაა. ღაზა ფაქტობრივად აღარ არსებობს. 4 დღეა გზაზე ვართ. სხვა რა ვთქვა, არც კი ვიცი. ქუჩაში გვძინავს, ქუჩაში ვიღვიძებთ, ვირებივით გავხდით და მათ ნაცვლად ეტლებსა და ურიკებს ვატარებთ. ამაზე უარესი სიტუაცია რა უნდა იყოს. ოპერაცია, რომელიც არმიის თქმით ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებას ისახავს მიზნად, ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. ექსპერტების თქმით, ათასობით პალესტინელი შიმშილი ზღვარზეა. ამ სამხედრო ოპერაციის ფონზე ღაზაში არსებული სიტუაცია ტრაგიკულია. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა, ყველგან ძლიერი დარტყმებია. გაქცევა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შვილები და ჩვენი თავი გადავირჩინოთ. სიტუაცია რთული და მართლაც ტრაგიკულია. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაღუპულთა რაოდენობა 65,000 გადასცდა. ისრაელი კი განაგრძობს ღაზის სექტორის განადგურებას, რამაც მოსახლეობის 90% იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია და კატასტროფული ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.